მიდიხარ გიო? გადაღებაზე ფოტოსესია გვაქვს. გამოპრანჭულები მივდივართ ნატახტაში. ერთი ამბავია. ბუნებაში გვაქვს ფოტოსესია, ცოტა გულამდერო. ბუნების წიაღში გვაქვს ფოტოსესია. მთელი თბილისი ფეხზე დგას. ნიაკო, მოიხედე. ჩემი დედოფალი. პრინცესა მიბრძანდება. გიო, როგორი ფოტოები უნდა გადაიღო? წინვალე, დიდებული. მთელი ოჯახი თვითი. მთელი ოჯახი. ფოტოსესია გაქვს, ხო გიო? კი. ჩვენ გესწრებით უბრალოდ, ხო, ფოტოსესიას? თუ ჩვენც გადაგვიღოთ. ჩვენც გადაგვიღოთ. 11 საათზე სახლში უნდა ვიყოთ. რომელზე უნდა ვიყოთ სახლში? რატო? რა არის? ფეხბურთი. გიო, გაიგე? კი. რა კარგია. გიორგი როგორ უყვარს ფეხბურთი? ტელევიზორთან. ნუ ტელევიზორთან კარგია. თან ისა ფოტოსესიიდან კი იქნები მოშიებული და გაწყობს ხო გიო ისა? ისე ნატახტაში კარგ ჰაერს ჩავყლაპავთ და მე დავისვენებთ ტელევიზორთან. თუ ნატახტაში შეიძლება კაი ჭამას მარამე. რესტორნებიც აიქ. ხო, მაგრამ იქ უცხო შორს, სახლიდან შორს. არა ხო? იცი, გიო, გიჟია. სახლიდან შორს. 1000 გიჟია, 1000 გადარეულია. აი, ვინმე აგეკიდება იქეთ, აქეთ. არ გინდა მოკლედ. ხო. ანუ ფოტოსესიის მერე წამოვიდეთ სახლში, არ გინდა. წამოვიდეთ სახლში. ჭამა და რაღაც. იქ სადმე და ჩამოჯდომა არ გინდა. არა, ასეც არა. მე ყოველთვის შენს ინტერესებს ვითვალისწინებ. გასაგები. შენ როგორც გადაწყვეტ. კაი. ასე იქნება. ის ჩაძურა ტელეფონი. და კაი ადგილზე მოვედი. ფოტოსესიის ნატახტაში ტიფლისიო და მთელი ამბებიო და კი მინდოდა ჰაერის გამოსვლა. ლამაზი ეზო ქონია და ლამაზი, მართლა როგორი ლამაზი ეზო აქვს ნახე, შემოადგენელი. აქედან გამოდი, აქედან თავიდან დეიხი, ვითომ ახლა შემეკითხე. პანჯარა ჩამოწევ. ახლა შემეკითხე. სად მოხვედის რა? ლამაზი ეზო ქონია თუ. ანუ გიორგის არ იცოდა მოკეთ მეგობრებო, სად მოვდიოდით? გონია რომ მოვედით ფოტოსესიაზე და მოვედით რესტორანში. დიახ. ნატახტაში ტიფლის რესტორან ტიფლის. აი ხა ვარ ვაგონებია, ვითომ არ წამოდით და წამოდი. მე მოკიდე გიოს ხელი და გაწევი. დღეს თელი დღე ამას ვათხევ, შენთან ვიყავი, იქეთ ვიყავი. წამოდი. რა ჭკვიანი ვარ, აქანი არის სუდა ჰაერი და სიგრილენაი. მიფარი, აი არ გაციდე. გორეკე. მოდიანაგე. ჯავა. დავებს მოყაზე მასია, უცაება შეამბორებია. დიდი გოგო გაიცანი. მამწუთამდე იცოდა რომ მოდიოდა ფოტოსესიაზე. წამოდე. დიდი. აი როგორი ლამაზი ეზო. გამარჯობათ. დედა. იცოდა რომ ბუნებაში მოდიოდა ფოტოსესიაზე. არ იცოდა და აი აქ თქვენი მაგიდა. აი მე ითხრა ადამიანმა ერთხელ დასყედითო და აქამდე მეორეჯერ და მესამეჯერ ხმა კი არის. იმერეთში კი არ ხარ ხო? დაჭა არ მინდა დაიწყო ჯერ დამაბანიე ხელი. არა მაინც უნდა დაჭრა. ითხრა გიო ნახე როგორი მდიდრული თებში მაისა შუაში უნდა იყოს ჩვენ როგორც არის. როგორიც იურის შეფერე. როგორიც იურის შეფერე. ორი ვარიანტიაო.
ხო. ანუ ჩვენ შემოგთავაზებთო საკვებსო, ან თქვენო თუ რა ვიცი ხო პრეტენზიულები თუ არ ხართ ჭამაზეო? შენ თქვენ გონახეთ რა შემოგთავაზებთ და მე თუ არ მოგვეწოდებო ჩვენ გეტყვი. დამატეთ მერე თუ რამეს დამატება, მაგრამ თქვენ გრახას არაფერს არ შევატყო ისა და ჩვენ შემოგთავაზებთ და თუ რამეს კი. ნიაკომ პიცაო, ან ხაჭაპურიო. აცალე გება უკეთესი გამოაკრა. ვაი. რაგი შენ ამაინტერესებს სალომეა, რა გინდოდა შენ ქშიო და ხინკალი ქშიო და ხინკალი და ფრიქშიო და კიტრი არ ქშიო და კიტრი ან სალატი. ბავშვი. ყოჩ, ჩამომარდი ხელი ყოჩ. სწორი გოგო, დარტყი მაგრად რა. მიდი ჭამე. ხინკალი, აბადები. იმაგი დამუნდა გვაჯობო, ჭამე მიდი. ყოჩი. მიდი ნიამ დააყუმბარა. მოდი. გადმოდი. აი ასე. აი მახელი ხო და. ობა. ვაუ. შენ რა ჭამე ახლა მითხარი? რესტორანტი ფლიჩი რა ჭამე? ნატახტარში, ბუნების საერთო. ფრი და კიდე რა ჭამე, რა გაიგე? მაგრამ ხინკალი და ფრი. კარგი იყო, მოგეწონა? კი. რატო ტანჯავე? იო, ეს ჩემთვის მოიტანეს პირადად. მადლობა. მიცი, ჩემო ანგელოზო, მიცი. მე მიყავს ჭადი ყოველი ხალე. მე ვარ ნამდვილი იმერელი. ნახე, ჰო. გამარჯვებული იყავით. გიო აი. რა მოკლა შესაწყალო, რა მოგიყვანა? როგორ არის ასე გაკვლაშული? ეს ის არის ხო ხმები ხო დაფრინავს აქ თბილისში რო იყო ხოხობი და ესე და ქვია ლატახტარში ესე ვარიები ამ ტეკლეში და უცებიში გამოაგდება ტიბეტიბა ხო და იტყუებდა ერთი კალი იყო რაღაცა ხო ეს რა არის მაგზარი ხორციანია გიო ეს რა გემრიელი სიმწვადეა გოგო მართლა გემრიელი აი წყლიანი წვნიანი გემრიელი რა ვიცი მე როგორ შეწყვეტ ერთი ანაჭოყაი ხორცელში გუგუნებ არა გიო ხო გამოწყეთი ვარ ახლა მე ასე არ შემიძლია მივიღწი ენერგიები აღვიდგინეთ ნამგზავრი ვიყავით რაღაცა მომიყევი ახლა შენზე რა კარგი მშვიდი ბუნების გოგონა ხარ ამაცე მომიყევი რა კარგი კეთილი ბუნების ხარიჭას ის დროს და ნამდვილად მშვიდი კაცი არა ჩემ მშვიდ ბუნებაზე რა გიქრა ხო არა მაგიც გეტყობა ისა მომისმინე ახლა ის მზარეული საიდანაა გამაგები ამრევი სადაურია თვითონ თბილისელი გეთქვა იმერელი გამურთედა იმერელი ხო ეხლა ნუ ამბობდი და გადაგავიწყდა მე ერთი დამჭა კუპაკი მატოდა კუპაცას ეს იმიტომ გავიკეთე პროსტო მცხენია უკვე ხალხმა რო არ მიცნობს რა და იმიტომ გავიკეთე და ამ კუპაცას მივირთმევ აუცილებლად მწვადი მომეწონა ძალიან აი მართლა გემრიელესია ხაჭაბრავი რომელი გამოყვა ეს ქათამი მე იმავსქენი რა ქვია გავანადგურე ფაქტობრივად კუდუსული არ ქონდა რომ კი ქონდა როგორც კი დადგა უცევ წავატეხე და ევასქენი და ეს ერთი ნაჭერი მოჩანს რომ მე ავიღე ყველაფერი გავსინჯი ახლა ნახე ადამიანი რო გიკეთეთ ხო ხერ კი არ მინდოდა მართლა მაგრამ მაინც არ გამოიყენოს და არ ეწყინოს მეთქი და თითო ორ მერე სამ ყველაფერი გავსინჯი კუბატი მქონდა დარჩენილი და იგის დევითრია და მეორე ნაჭერია დარჩენილი იგიც მინდა და შუქი რო ჩაგრება მერე ვიღებდა ვარ მიყურებ ასაკაცა მეორეოგიო 8 რეტროს მანქანა დგას აქ ერთმანეთზე უკეთეს თან მე მიყვარს ეს სტილი და ისინი იცის ყველა მუშა მდგომარეობაში მას წასოს არ ვაპირებ მე სათაკაა ახლა ყველა მუშაო რომ მითხარ არა გამოვახეთ კარები უყალ შევძებ სალონში დავწერ დავიწი ყველა ადგება გამოიარს ის ძალისი რამე გამოიარს წამი
მოგესალმე, ყველა წამიღა, ძეგლზე დავდგები. ვინმეს მიაშევაწუხე. გიორგის არ უყვარს სოფელიო, არ თქვას არავინ. მე მიყვარს ასეთი სოფელი. თოხის და ბარის გარეშე. დაცემენტებული. ასე. უყურე. მარტო მწვანე ბალახი. ჯუსისა. ნეკერჩხალი, ვერხვი ისა და მუსიკები და ისა. მე-14 საუკუნის ჩეხეთში მგონია თავი ისეთი ხის ჩუქურთმები. იქ რაღაც კოშკურაა, ხო? კოშკურა. უნდა ავიდე რა და იქედან არ ჩანს ეს ორი სუფრა რა შეუყვერდა და რა თქმა იქედან უკან ხედებიო არ მოჩანსო იმისო, ანუ მოჩანს ყველანაირი ხედი, მაგრამ რო დაღამდა ხედებიო არ გამოჩნდება იქით მცხეთისკენ და მცხეთისკენ ხედები მდეჯერ მაგდა ნახე, აი მანახა ხაგენმა რა შეუყვერდა ზევიდან და იქედან იქ ავალ და იქედან გამოვა და ასე ხეს დაგიქნევ. როგორც ვინ? მოიცადე, ამ ბოლო დროს რო იყო ის რო გამოვიდა კარდინალი, აბემუს პაპა და რო გამოვიდა, მე ახლა გამოვალ ბრიტანეთის პრინცი. რომელი პრინცი? გიოსულეხა ხაზო. ხო გახდა. მეკობა რო სულეხლა ხაზებიუსა. მკვდარი არ იყო გამოვალ იქედან და პრინცივით ასე ხეს დაუქმედე მთელ ტიფლისის იმას ხარია. ეს ორი მაგიდა მაინტერესებს თან რა შეუყვეთა ამ ორმა მაგიდან წავედ. დარბაზიც ქონია. აპანტეტები ჩოულები. აჰა, ეხა სუფრა ხო ასალაგებელი. ხო, იგენი რო გადიოდნენ, მე რო გეუნებოდ. ხო. და კაი ნახნები ყოლიან. ვაიმე ამათუ. მაცალეთ ვაღლებო, ატაკჩეთ რამე დავლა ჩამოიხედე. გიო, კიდე პატარა კუპეს ამას სართულებათა ამის დავლას კუპე იყო და დამაგარია დაჩი. ბავშვი სუზაჭმელზე ლაპარაკობს გიორგი, დამიღუპე ბავშვი. რესტორანშია ბავშვი და რა სიმაგრე კაფეში, რესტორანში, კუპეში. მოგეწონა თათაურობა, დავით მე კი მეწონა. აბა გიო რა ხდება? სამუშაოს მეტყვნა. აი, ეხა ხამეა კარგად არ ჩანს ეზო, მაგრამ ისეთი სიმწვანეა მთლიანად რო გადმოხედავ მაღლიდან. მეორე სართულზე კოშკიდან დაბლა, უკაცა შეიძლება? აი, აქ თამაშები ჭადა. ან ნარც გააგორებდი ხო გე? ნუ, მე განახო ჩვენი თამაში. გარდისთან ტაპ. მე არა, ჩემი დაქალი და ეს ხოცავენ ერთმანეთს. აუ, კაია. თან ესა. რო დავიღლები ხოლმე ასე ამოვიდეს. როგორი აივანი? შეიძლება ერთი ოთახს თუ გამოვოს სასტუმროდ შეიძლება. გიო. სუფრა დაათვალია რა. კი, დაათვალე სამუშაოს. გიო. დაუქმიოთ ხელი, დაუქმიოთ. ახლა შევიდეთ, როგორი ეტიკეტური გაზ დასჭირდება ბავშვთან. გიორგი, აქაც მამიკო ამოდიო ხო? კიდე ახლა ეს სიმძიმეს. გათხოვებს რა თან ზამთარში. აბა რა, ხორ მოიყინებ. რომელი აივანი, გიო, რომელი აივანი? ეს ბრიტანეთის აივანი, ინჟინერების სასახლის აივანი. ტიფლისის ინჟინერების სასახლე. ნახე დინარე რომ მიჩოქჩოქეს. ნახე აი დინარე რომ მიგზავ რა ლამაზია რა. ძალიან ლამაზია ის ზოგ და საჭმელები ხო არის და არის გიო გემრიელესი. მართლა, აი მართლა. აი ხო იცი ახლა მე თუ არა ვიტყვი არა მე. ჭამა უცილებელა მე რო არ მეჭამდეს ვილაბარაკებდი რა. ზერაფერი აღარ მოგეწონებოდა. დევინახებია, საიდან მოწონებოდა, მითხარი, არა, მართლა მე არ ვიტყუები, ხო, შეწომიღარი რა, როგორი ალალი და ეს აღარ პირდა. გეუზები უბრალოდ და მოშო ჭამი, თვალებში ვერ გამევიხედე, რა ის თავი მეკნებოდა. კიდე ერთი კუპეა, ხო? აი, პატარა. კუსკუსა. ძალიან ლამაზია. პატარა ერთი წინა ოთახია, ორი ადამიანი. აკარგად ჩანს უკვე ეზო. ამი აკეა. ხოი. ო, ნახე რა ვარდები. რა კარგი ლამაზია, ეს ჩვენი სუფრა გიო. ხო, ის ჩვენი სუფრა.
როგორი მეფურია და როგორი ცარიელი გველოდება წამოგულია. მოწყენილია ის ქათამია მოწყენილი გიო. წამო არ და. გიო მოგეწა. ეგიც რო გაწმენდილია თო. აბეზარე. გიორგი, ასეთი დიდი ჭაღი უნდა ვიყიდო სახლში. ხო, აი ჯობია. ობობარონდა. მე გამწმინდა ხოლმე? შენ მაინც ვეინახავ მაღლა ახლა. მე ქევათი გაიქევა და მე ვაიმე, მამიკო და გიორგი, მამიკო დაგვეკარგაო. იცოდი რომ რაცა მეწინებოდა რაღაცა გიო ნახე. მილაცია გასპარატო, მაგრამ მამიკო უფრო იმასა და მე მიყვარს ასეთი რაღაცა. ალო, მიას მამიკო დაეკარგა და ჯერ არ მოძე 24 საათი, ხო კაცო. გიოშა? არა, მისხას ეგონება. აი, მაგაზე დანალევი მაქვს მე. ჩემ მეგობარსა. როგორ ნადალიო მაგან? არა, ამასთან. აჰა. ასე ჭიქა ჩამოდებ რაღაცა და მოწრუდა. აჰა. ხლა ჩუმად იყავი ფეხბურთი მიმდინარეობს და ბაკალია რამსდება კეფაში. ამოთახიდან მალეგები და ჩორიდან უკვე. ბაკალი კეფაში ამოსინა ჩემები და დედა რა კარგი სამეთი და ბაკალი რომ მოვიდა კეფაში. ისე მწარეთ ნახოს იმატჩი ის მოტჩი. გიო, შენ გეცოდინება გაჭედა რა წამოდი, გაჭედა. გიო, შენ გეცოდინება რა თამაშია? ბურთის. გიომ რაც ჭამა, რაცა და მოაქსახში. ოჯახის ბურჯი. ეხარე და კაი ბეჭედი უკედია რა. კაი ბეჭედია. რაკია არაუშა ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისათვის დავათვალიერეთ ყველა იქ ორ სუფრას ვერ ხედავდი რა შეუკვეთეს კოშკზე ავედი იმის გული რა ხედები რა რაღაც სუფრას დავინახებ წაეთაც ყველაფერიც და აი ძალიან მე მიყვარს აი ასეთი რენესანსული აი მე-14 საუკუნის ჩეხეთსა გაქვს მაშინ მე ვამბობდი ამას და აი სიმშვიდე და ყველაფერი კარგი და სიწყნარე და რა ვიცი ისურებთ უამრავ წარმატებას და ძალიან და საკვებზე აი რაც ჭამა და მოაქვს. არა, გემრიელეს იყო. ასე მგონია ვიყურები იქით-აქეთ აქეთ ხوارა სადმე დაკლული რაღაცა ესეთ იმდენად ახალი და ყველაფერი ესეთი გემრიელი და რაღაცა. წავედით გიო, ხო? ერთი ჭიქა დამრჩა და ხო, ამას სახში წავიდე გმური ყავს, ზოოტექნიკოსის გაისმენებს და ეს რა. თუ გმურად ხარ. ამნიშნულობა ახლა მაგა. არ კითხულობს ადამიანი და გაიხარე თქვენს მადლობა დიდი და აი ბეჭედი ვერ წავაწვი. დაგლოცავ კიდევ ერთხელ და ჯანმრთელობას გიწევთ ის ამან უფრო გამახარა. ეს არ გამოაჩი. გამოვაჩინე გადავიღე კიდეც. მე არ ხო სულოცოდი ხوار მithავს ხო? ხო მაგრამ სახეზე ხომ მეტყობოდა რომ მინდოდა სახე ხომ მეტყობოდა მაგრამ ის და გამოცდილია და დაგლოცავ კიდევ ერთხელ და რა ვიცი ყველაფერ კარგს და საუკეთესოს გისურვებთ. აი წარმატებები და ყველა რა ვიცი დასახული მიზნის ბოლომდე განხორციელება რაც გაქვს. შეგერგება. სუმგებ. ამარი კაი იგი რა არ შემერგებ. აბა კარგად. ახლა ხინკალზეო გიო შემდეგ. ხო ვისაუბრეთ ჩვენ. ვისა. ეს გამოვაჩინა. არა, მარტო გებიძე თოლგის ქოშ დავდგები, მაინც მეხი არ დამეცეს ამდენი აი, ისა რა ქვია, თუ პირიქით თოლგის ისა რა ქვია, არ მინდოდა, მაგრამ აი იმდენად გემრიელი იყო აი ტიპის, აი რაღაცა საოცარი რომ თვალები რომ მიყურებდა, რომ ემშვიდებოდა, არა, არ მინდა მეთქი, თურმე თავს ასე შევმოდი, თურმე მინდა რა თქმა სპეციალურად ჩვენთვის შევწვითო ქათამიო, ანუ დამატებით, ანუ ისედაც გვაქვს მენიუში და ყველას ვაწვითო, მაგრამ ახლა კიდე დამატებით რო შეგხედეთო, რომ არ გაჩერდიო, შევწვითო ქათამიო და ისე და ესე გამომატანა ახლა და რა გარემო
რა სიტუაცია, რა ისა რა ქვია, პროდუქცია, ვაიმე, თუდად ხავ. ესეთი სტილი უკროა. აი, ესეთი სტილი. ეს უფრო მოსწონს, მაგრამ საჭესთან ჯდომა არ იზიდავს, ამას უფრო უკანასავალ. უკან, დიდი ხალხი, დიდი ადამიანი უკან. ამოვდეთ ამას აქ. ყველა დედა გადმოდის, ასე თავი გახარა, ასე ჩამოდის და ასე ესალმება. და შავი დიდი ქოლგა, ხო გიო? შედის პირდაპირ, ხო, ქოლგა ის მხარზე, შედის პირდაპირ რესტორან ტიფლისში. აჰა. მაგრამ შენ ახლა რეტროს მანქანიდან გამოვდნენ და პირდაპირ სუბარუში მიმძანი. ხო, იმიტომ რომ ამის მძღოლი სად ვეძებო მე და აგერ არის ადამიანი და მიგვიყავს პირადი მძღოლი. მიგვიყავს საფლავი, ხო.